ავტომობილი. რა თქმა უნდა, ახალი. ხო? და მე მინდა, მე ამის თქმა არ მინდოდა, მე ამას რამდენი ხანია ვფიქრობ თქვა, მაგრამ რო არ ვთქვა, კაცურში ჩავიჭრებით. მე ერთი რამე მინდა გითხრა და რატო ვამბობ ამას. 3-4 დღის უკან ერთი ქალბატონი მოვიდა ჩვენი ძალიან შინაური. აი ამ ქალბატონს ვიღაცისთვის მეუცია რომელიღაცა კომპანიისთვის ფული და ჩამოუყვანიათ რაღაცა ავტომობილი არ მინდა სახელი რო ვთქვა. წარმოიდგინეთ, ჩვენთან მოიყვანა რაღაცა გაფუშტა. უყურეთ, ჩვენ ნახეთ გიორგი ერთი რამ. მერაბი, მოდი. სვიადი, მოდი. აი ბიზნესი რა არის? მაგრად უნდა იცოდე ავტომობილი. როგორც ავტომობილს შევხედე, არ მომეწონა. თუ არა და 3 წლის მანქანა იყო და გადახდილი ქონდა $29,000. და უყურე რა გამოდგა. ცხვირი ავტომობილის გამოდგა დუბაიდან მოტანილი ცხვირი. უკანა ნაწილი გამოდგა ამერიკიდან მოყვანილი. მოტანილი. აქ სადღაც შეუერთებიათ, გადაუღებიათ და მისცეს იმკაც დააკავეს ხელში რა კარგ ავტომობილს გაძლევო. ეს ერთი. მეორე მთავარი ავტომობილისთვის რა არის? თუ ფული გააქვს, წადი და იაფიანი ავტომობილი იყიდე და ახალი იყიდე. არ იყიდო ეს დანამტვრევი ავტომობილი და რატომ? ეს მთელ საქართველოში არავინ არ იცის, რომელსაც პირველად გეტყვით, მომზადდით და მინდა მთელმა საქართველოს მიცოდეს და ამაზე მე პირადად გელაბარკალაია პასუხს ვაგებ, იმიტომ რომ მე რო ვიცი ეს საქმე, ისე არ ვიცი, შეიძლება ორმა კაცმა არ იცოდეს საქართველოში კი არა, ცოტა იქით კიდევ. უყურეთ. მთელ საქართველოს მოსახლეობას ვეუბნები და პასუხს ვაგებ ჩემ სიტყვაზე. ავტომობილი, რომელიც მოდის და ყიდულობთ, არა აქვს მნიშვნელობა საიდან, დამტვრეულს. იმ დონეზე არის დამტვრეული ბიჭებო. რო შემოდის ეს ამდენი ნაგავი ავტომობილი 10%-ში 10%-ში ვისაც უნდა დავენიზლეები 10%-ში შიგნით კაცი არის მკვდარი. და უბედურება რა არის? მანქანაში სადაც ადამიანი კვდება იმ მანქანიდან სულს ვერასდროს ვერ გამოიყვან. და ჩვენ გვაქვს აქ ხიმჩისკა და რავი წმინდავენ. რა არ მოიტანეს, მაგრამ სულს ვერ წმინდავენ. მეორე ჩანაძი